ჩვენ ეს მხოლოდ მაშინ მივახციეთ, როდესაც რუსეთთან დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, ღია ეკონომიკური თანამშრომლობა და გამომდინარე აქედან ისე ვიმეორებ, მოლდოვეთისთვის ეს გამარჯვება იქნება კატასტროფის ტოლფასი. მაგრამ ამას ჩვენ დავინახავთ დაახლოებით 2-3 თვეში. იმიტომ რომ დასავლეთი ასე მარტივად არაფერს არ ჩუქნის. ცხვირში ამოადენს სანდუს და მის რეჟიმს იმას რაც მოხდა. და ხალხის განწყობა, ანუ ვინ მოიგო არჩევნები? არჩევნები მოიგო დიასპორამ. ბოლო მონაცემები რომ ჩამოვიდა სადაც უკვე დაწყებული იყო 9 საათი იყო დღის საათი 87-13-ზე წააგო ოპოზიცია. ანუ 87 იყო სანდუს მომხრეები, 13% იყო ადგილობრივი. ანუ ვინც ევროპაშია, ის რა თქმა უნდა ხმას მისცემს ამ კურსს, მაგრამ ვინც ადგილობრივია, მათ რეალურად დადონის კოალიცია მესარჩევი მოიგო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდება მოლდოვეთს. მის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დიდი შანსი უდგას და მის შეერთებას რუმინეთთან. სანდუზეს არ უნდა მიუსამძიმროთ, ეს ბედნიერია ამით და ის ხელმძღვანელობა, რომელიც მოლდოვაში დღეს ეს ჩათვალეთ ესენი არის ევროპის და ამერიკის აგენტურა, მათი მიზანი ზუსტად ეს არის. Ისინი ოცნებობენ რომ მოლდოვას სახელმწიფოებრიობა არ არსებობდეს და მოლდოვა რუმინეთის ნაწილი იყოს. მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ უნდა მიუსამძიმროთ ეს გამარჯვება რუსეთსაც. და არც დათმობდნენ ამერიკელები და დასავლეთი მოლდოვას დღეს. რუსეთს აქვს შანსი მოლდოვაში რომ გაიმარჯვოს და კი გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ხალხმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ხელისუფლება ხო ვერ წამოიღო ხალხმა. იგივე მდგომარეობა დარჩება მანამ სანამ ოდესა არ იქნება რუსეთის მხარეს. მანამ სანამ დნესტრის პირებზე რუსეთს არ ექნება გასასვლელი და ძალიან საეჭვოა დღევანდელი ტემპით რო ეს მოხდეს. აქედან გამომდინარე ეს მოსალოდნელი იყო რა მოლდოვას დათმობს, ან დნესტრის პირას დათმობს დასავლეთი და შეერთებული შტატები? აი კალბასნაიას კაი სახელი კი ქონია იმ სოფელს. სადაც ეს ბაზებია, რა თქმა უნდა არ დათმობს. ალყაშია უკრაინა აქედან, იქიდან. იქით რუმინეთია, აქეთ უკრაინა. ასეთ პირობებში რა არჩევნები გზიეთ. არჩევნები გზით იქ მოვა საწინააღმდეგო ძალა. გამორიცხული ამბავია. მოდი ბატონო. აქედან გამომდინარე, ჩემო მიშა. არ არის ახლო იმებში ძალიან მძიმე მდგომარეობა, ესე კი არ არის, ასე არ უნდა შევხედოთ ჩვენ ამას. ეს არის მძიმე მდგომარეობა, მძიმე დაპირისპირება. ახლა ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ალიასკაში შეთანხმება მოხდება და პუტინსა და ტრამპ-პატრუმპ შორის. ტრამპ-პატრუმპი როგორ დახტუნავს და დილით ერთს ამბობს, საღამოს მეორეს ამბობს, შუადღეს სულ სხვა რამეს ამბობს, ეს შემთხვევით კი არა, იმიტომ კი არ არის ის არის, რა ქვია, თვითონ არის ასეთ ხასიათი ასეთი. თვითონ შეერთებული შტატები და დასავლური ეს სისტემა არის ასე მდგომარეობაში. რაკთან არიციან, ცუქცვანგის მდგომარეობაში არიან. მე მქონდა მაგის იმედი და ეხლაც მაქვს იმედი იმ დაფარული მოლაპარაკების შედეგად, რაც მოხდა იქ. უფრო მეცაც გეტყვით. ბანოთებურ, მე მგონი ჩვენ ღმერთის სწავლობენ ჯანმრთელები. რა, რის იმედი გქონდა თქვენ? მე მქონდა იმის იმედი, რომ ამერიკა და რუსეთი მოილაპარაკებენ. რაზე? მოილაპარაკებენ სოფლიო ახალ გაყოფაზე. დრო აღმოსავლეთ ევროპას დაუთმობდა შეერთებული შტატები და ნატო გავიდოდა. აი რიაბკოვის ეს განცხადება ეს საკითხი მოხსნილი არ არის მერწმუნეთ რა. არ არის დღეს წესრიგიდან მოხსნილი. ამაზე არის საუბარი. დღეს წესრიგიდან ეს არ იქნება მოხსნილი დაახლოებით 20-30 წელი. შეიძლება 50 წელიც კი. მე მქონდა ძალიან ცუდად მოვიქეცი დაახლოებით 1-3 კვირის წინ შედგებოდა ჩინეთში ვიზიტი ბატონი პუტინის და მთელი კოჰორტა ჩავიდა მთელი სოფლიო ლიდერების ზანგეზურთან დაკავშირებით და თქვენ გადაცემაში ვთქვი რომ 99 წელი კი არა 9 წელი ვერ იარსებებს ეს ზანგეზურის დერეფანიო და ძალიან ბევრი მომივიდა იმიტომ რომ ხა დაკომპლექსებული ვარ მაინც გარკვეული ვადების დასახელებით მე ვეთქვი აი 2 თვე გადაგიცდა და შენ რა ექსპერტი ხარ და რა პოლიტიკოსი ხარ უნდა მაშინ მე ვთქვა 9 კვირა ვერ იარსებებს მეთქი და ვიქნებოდი მაშინ მართალი აგერ გამოვიდა გუშინ წინ პაშინიანი და თქვა რომ ზანგეზურის დერეფნის თემა პრაქტიკულად დახურული არისო. ამაზეც მეკამათებოდნენ მე ჩემი კოლეგები და პარტნიორები, რომ აი რუსეთი განიდევნა და ზანგეზური. მაშინ ავთქვი, რომ სანამ რუსეთი იარსებებს, სამხრეთ კავკასიაში ვერავინ სხვის ვერ შემოყოფს. და კიდევ ერთხელ ბოდიშ გიხდით, რომ 9 წელი
ჩემი მიერ ნავარაუდების ზანგეზურის კორიდორის დერეფის არსებობისა 12 კვირას ვერ იარსება და აგერ მე ხარო პაშინიანმა თქვა არა აქაც მე მინდა ეჭვი შევიტანო ამ მე ფაქტებს გეუბნები ფაქტების უკან დგას ესე მდგომარეობა რომ ეს დროებითია მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ პაშინიანი ევაჭრება აზერბაიჯანულ მხარეს და ამერიკასაც ან ის მიიღებს იმას რაც უნდა აი მდგომარეობას რომ თვითონ გააკონტროლოს იქა შიდა პრობლემები აქვს მაგას ახლა ზანგეზური ფაქტიურად ოკუპირებულია აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ აი ამ შეთანხმებით ხო ტრამპის ის რო დააყენეს ეს არ უნდა მაგას ეს პრობლემები შეუქმნის მომავალ არჩევნებში მომავალ წელს ხო მაგრამ მოსკოვში ჩავიდა უყურე ეს რომ მიიღოს დაუშვათ თუნდაც სიტყვაზე ვიძახე მიიღოს ის რასაც ამბობს რომ ზანგეზურის კორიდორს გააკონტროლებენ სომხური მხარე სრულიად მშვენივრად დათანხმდება მაგას სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი დღეს მდგომარეობით საერთო ჯამში არის განდევნილი როგორც სამხედრო პოლიტიკური ძალა რო არ იყოს ცხინვალში ბაზები და რო არ იყოს აფხაზეთში ბაზები და ის ბაზა რომელიც გიუმრიში არის რა ის ალღაშია ფაქტიურად რუსეთი განდევნილია აზერბაიჯანიდან განდევნილია შეიძლება კითხვა საქართველოსდან განდევნილია შეიძლება კითხვა და ერთ წუთით და სომხეთიდანაც განდევნილია შეიძლება კითხვა ასე რომ ეს 4-5 წელი როგორც მინიმუმ ეს მდგომარეობა გაგრძელდება სხვა ამბავია რომ სამხრეთ კავკასია და რუსეთი 200 წელია დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან კულტურულად მორალურ პოლიტიკურად აი რელიგიურად ეს სხვა არის ჩვენ ვართ ერთიანი სივრცე საბოლოო ჯამში აქედან რუსეთის გაგდება და მოშორება აქედან ძალიან ძნელია სხვა ამბავია რუსეთის ამას არ შეურიგდება მაგრამ რუსეთი იმას უნდა შეურიგდეს რომ მან უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი ნაბიჯები ძალიან სერიოზული ძალიან ფრთხილი ნაბიჯები თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით აი ესეთ ხისტი არ უნდა იყოს რუსული მხარე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ბაუნდავით აი მომიტევეთ ერთ კითხვას დაუსვა ბატონ თემურს და 1918 წლებში ნუ 18-19 ავიღოთ რუსეთი განდევნილი იყო თუ არა კავკასიიდან როდის იმ პერიოდში კი 18 წელს განდევნილი იყო რამდენ ხანში დაბრუნდა მაშინ არა მე კითხვა დაგიწყდა არა წინაპირობა არ მინდა კი ბატონო რამდენ ხანში დაბრუნდა მაშინ ის იყო საბჭოთა რუსეთი რუსეთის ხელმძღვანელობაში იყო სტალინი ჩვენ არ ვიცით რა პროცესები და ორჯონიკიძე ჩვენ არ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს რუსეთში და ვლადიმერ ლენინი რომელიც არ უყვართ სხვაგან და რუსეთი მაშინ სულ სხვა მდგომარეობაში იყო თქვენ რა გარანტია გაქვთ რომ რუსეთი უახლოვეს რამდენიმე თვეში არ ამოტრიალდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობაში იყო მაშინდელი კი ბატონო მაგრამ რითი გააკეთებს ამას საქართველოში რა აქვს რუსეთს არა მე კითხვა დაგიწყდა ეს ხელისუფლება და ქართული ოცნება არის არა ბატონო მე თუ პრორუსული ძალა არის ქართული ოცნება ღმერთმა დაიფარო სასლაპარაკო ისინი მივლენ იქა რუსეთში როგორც ფაქტი ჩინეთის იმპერატორის შვილი ისინი წავლენ და ესე იგი დადებენ სტრატეგიულ ხელშეკრულებას კითხვა დაგიშვი ბატონ თემურ ამის გამკეთებელი არის ქართული ჩემო მეგობარო კითხვა დაგიშვი 1918 წელს განდევნილი იყო თუ არა რუსეთი კავკასიიდან იყო თქვენ დამეთახვეთ მე მგონი აი როგორ შემოვიდა მაშინ რუსეთი არა მაგას ნუ გავსკუზავ როგორც რა მაშინ კონკრეტულად გამოსულა რითი შემოვიდა ნუ შევაშინე რა შემოვიდა ვინ შემოვიდა და როგორ შემოვიდა ნუ შევაშინე ჩვენ მოსახლეობას ნუ შევაშინე ახლა პანიკაში თუ ჩავაგდეთ მაგრამ პანიკაზე არ ვაგდებ ვინაგდეს პანიკაში არა მე ჩემ თავზე უნდა როგორ დაბრუნდა მე ვცდილობ რეალური სურათი აი ჩემებურად გავხსნა შეიძლება არა ვარ მე ბატონ დავით ბოდიშვილი მოვიხადო პოლემიკა შევედი ჩემ კოლეგასთან და მეგობართან ბატონ გაიღიმა ჩემ მხარეს არა მართა ღმერთმანი არავის მხარეს არა ვარ უბრალოდ მე ჩემი სუბიექტური აზრები მაქვს ამასთან დაკავშირებით ამ მომენტებთან და მყარად გამჯდარი იქიდან გამომდინარე რომ ვიცი დღევანდელი რუსეთი მეტნაკლებად რუსეთი დღეს არის ნამდვილად წმინდა კაპიტალისტური ჩამოყალიბებული მენტალობით ქვეყანა სადაც არ შეინახავენ კი აქვთ იდეაში ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები უფრო მეც გეტყვით არა თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები არამედ რუსეთის იმპერიის დროინდელი საზღვრები რომელიც გაცილებით უფრო ვრცელი იყო ვიდრე საბჭოთა საზღვრები და რუსეთი არ შეინახავს სხვა ეთნიკურ შემადგენლობის მქონე თუნდაც ყოფილი რესპუბლიკების მოსახლეობას ანუ მუქთამჭამელები აღარ ეყოლება ნამდვილად თუ არ არის დარწმუნებული იმაში რომ ისინი არა ხისტი ძალის მეშვეობით აი დღეს როგორია ხალხს რომ არიქა თუ რუსული ტანკი აქ შემოვა
უცებ გადალაგდება ვითარება და ყველა ისევ რუსეთის მზის დაფიცებას დაიწყებს. რუსეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არ მოხდება. ამაზე თავის დროზე ჯერ კიდე სუსლოვი მიუთითებდა. ხო და იმ შემთხვევაში წამოვა უბრალოდ ესეთ უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე თუ დაინახავს რომ აქედან საქართველოსდან დადგება დღის წესრიგში ეს მოთხოვნა. რომ თუნდაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში დაიწყონ პირდაპირ საუბარი რუსეთთან. ხლა სოციალურ ქსელსაც ვაკვირდები და იმ ტენდენციებსაც რა მოლოდინებია განსაკუთრებით ახალთაობაში. ვინც მეტნაკლებად უფრო პრაგმატული აზროვნებით გამოირჩევა და არა ის ნაციონალური მოძრაობის ეს მაშინდელი ნარატივი რომ არიქა აქ უნდა მედგრად არიქა ხიშტებზე ვიყუროთ, უნდა დავიცვათ მიწაწყალი თუ საჭიროა ვიომოთ როგორც ეს ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, არამც და რაც შეეხება ქართულ ოცნებას, აი უბრალოდ ესეთი არჩევანი აქვს გაკეთებული. აქვე ხაზგა უსმევდა ყაველაშვილის სიტყვას გაეროში რუსული მედიაც თარგმნის ამას და ამბობს რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ესეთი პრაგმატული პოლიტიკა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს რომ ის ან პრორუსულია, ან პირდაპირ ესეთი ამ გაგებით აპირებს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუნდაც აი ამ კონფლიქტური რეგიონების შესახებ. რა უშლის ხელს? ხვალო შეიძლება ამაზე ლაპარაკის დაწყება. რატო დაგელაპარაკოს, ბატონო დავით? რატო? ამას გულისხმობ ზუსტად. შენ რა გააკეთე 33 წლის განმავლობაში? იმის ფასი რომ შენ რუსეთი გენდოს, როცა აფხაზეთის დაკარგვის წინა კვირას კიდე გეუბნეოდა შემოვიყვან ორ დივიზიას, გაგაშორუშორებ აფხაზეთთან, შეგინარჩუნებ კრინიკას და შევანაძემ ყველაფერი გააკეთა. იმისთვის, აგერ ინტერვიუს მედი ბატონი ირაკლი ბათიაშვილის მე ხო არა ვარ ხა ბაში ირაკლი მინისტრი იყო, მე ვიყავი თანაშემწე, ხო სპიკერის. კაცმა თქვა პირველივე ჩვენი შესვლა აფხაზეთში უკვე წამგებიანი იყო, უკვე განწირული იყო, ხა ის მინისტრი იყო, ხო? ნუ მეც რაღაცა ინფორმაცია მქონდა, ხო 3-4 კაცი ვიყავით მაშინ აპარატი. მეც მქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც შეიძლება ბატონი ირაკლის არ ქონდა. მაგრამ კიდე გეუბნებით, რატო უნდა მოგცე შენ რუსეთმა ის, რომ მე ხვალ ისევ გამოძღე მაპატიე, დაიბანო, დავარცხო, სახლები აიშენო და ისევ დედის გინებით გააგდო აქი და რატო გეკითხები, რატო 800 პირველში გადაგარჩინა 21-ში ქვეყანას დაგამსგავსა, ყველაფერი შეგიქმნა და იმის მაპატიეთ რა, იმის კაცობა ვერ იპოვა ქართველმა ეროვნულ მოძრაობამ, რომ მადლობა ეთქვა რუსეთს და ეთქვა რომ რუსეთო შენს დედა გიტირეს, მეც დედა მიტირეს და რაც ამდენი წელი ვიყავით, რუსეთი ზუსტად ისე იქცევა, როგორც და მოიქცეს. შეიძლება სხვა უფრო სულად მოქცეულიყო. ეხლა ძალიან ვთქვათ ამ კეკლუცობას მოურჩეთ ბატონო დავით რა. რატო არავინ აღარ აჭმევს. არავის აღარ აჭმევს რუსეთი. გამორიცხულია და ვინმეს ილუზია არ ქონდეს, ჩვენ პრორუსულებს ხო გვეძახიან, ეხლავე გეუბნებით. ხოლო თანაბარი ურთიერთობა, ხოლო ურთიერთი ინტერესების გათვალისწინება. მორჩა ის ლაფა რო იტყვიან, ნახალяву ничего не будет. დამთავრებულია. მქონდა ჩვენ ხალявა და დედის გინებით გავაგდეთ აქედან რუსეთი. რუსეთს საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს, იმპერიული მეხსიერება და კარგად ახსოვს. და ბევრჯერ მქონია ამ თემაზე საუბარი რუსეთის მაღალჩინოსებთან, როგორც 90-იანებში, ისე 2000-იანებში და 10-იანებში. და აფხაზეთის რა ქვია 2008 წლის ომის დროს საელჩოებთანაც და მაღალჩინოსებთან. მოვრჩეთ მაიმუნობას. 32-35 წელი ერი მაიმუნი გავხდით. დღეს კიდე დარბიან მოსკოვში, დენი მაგათი, ბენზინი მაგათი, ხორბალი მაგათი, კიდე და იმი არ კადრულობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ერთი კაცი მაინც გააგზავნოს ოფიციალური პირი და ჩვენ აქ არ მამატიეთ და საქართველოს სახელით რამდენიმე 5-6 კაცი არ გამოვდიოდეს. მიზეზი რა არის ბატონო მიხეილ? მიზეზი არის კარიერიზმი, მიზეზი არის ფული და მიზეზი არის ევროპისკენ კიდე ყურება. აი როგორც კი დამთავრდება ეს ევროპისკენ ყურება, აი მაშინ დამთავრდება აქ და მაშინ დადგება აქ რეალობა. კორექტივებს შევიტანდი ევროპისკენ ყურება. მაპატიეთ უკვე ამოვიდა კალშეს მაიმუნობა. ვაშინგტონისკენ ყურება. რა? ევროპისკენ თუ ვაშინგტონისკენ? ვინც მისცემს რაღაცას? ვაშინგტონისკენაც იყურებია, მაგრამ ევროპა რას მისცემს, არავის არ გაუყონა. ჯელოდით ჩვენ ტრამპი მარტო ხო არ ღებულობს გადაწყვეტილებას, იქ ღებულობს საქართველოს მიმართ თუნდაც იქ მთელი სისტემა იმისთვის რომ გადაწყვეტილება მომზადდეს. და მე არ ამგონია რომ ქართული ოცნება, ქართულმა ოცნებამ მოახერხოს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან გარიგება და შეთანხმება. ისინი აუცილებლად ბოლომდე წავლენ და ქართული ოცნების მოშორებას მოინდომებენ და აი ამაზეა საუბარი მიშა. ისინი ტანკებით აქ
არ შემოვლენ და არც უნდა შემოვიდნენ. რატო უნდა შემოვიდნენ? რატო? ესენი იქ მიმსვლელები არ არიან. პაკანი პრისპეჩით როგორც თქვენ. აქედან გამომდინარე ეს არის ისე არ მოხდება როგორც 1921 წელს მოხდა. არა, არ მოხდება და არც უნდა მოხდეს ბატონო თემურ. ამაშია საქმე. ამიტომ ვამბობ რომ ეს ცოტა ისეთი პროცესები წავა. ისეთი პროცესები რომელიც გაგრძელდება ცოტა დროში გაგრძელდება, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ დრო არ აქვს საქართველოს დრო არ აქვს. თუნდაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ჩვენ დრო გვაქვს. ჩვენ დრო არ აქვს. რაც მეტი დრო გადის, დაკარგულია ბევრი დრო. მით უფრო ხშორდება ეს რეგიონი. მით უფრო ნაკლებია შანსი რომ ჩვენი მოსახლეობა იქიდან გამოდევნებული იქ დაბრუნდეს, ღირსეულად დაბრუნდეს და იქ ერთად აშენონ ერთიანი დაუშვათ მშვიდობიანი აფხაზებთან და ოსებთან ერთად. ამას ვამბობ, იმიტომ თაობა რო იცვლება აი ჩვენი თაობების, აი ვინც იქიდან გამოდევნდეს, არა? ახალი თაობა აქ არის დაბადებული, აქ არის გაზრდილი. ძალიან დროსთან ერთად მცირე რჩება ის ხალხი, რომელიც იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, იქაური. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო ასე? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ უნდა რუსეთს ვინ ჩვენ? მე თქვენ და კიდე რამდენიმე კაცმა? ქართველებმა, ამაზე არ უნდა ამ ქართველებს, ბატონო თემურ, არ არის ადეკვატური. ამის გამკეთებელი არ არის. ახლა მოიგებენ არჩევნებს და კიდე იფიქრებენ რომ თავი ქუდში აქვთ. თუმცა არ ამგონია იფიქრონ, იმიტომ რომ ხო ხედავთ როგორ დაძაბული ვითარება არჩევნების წინ. ბომბებზე ალაპარაკდნენ. იქ ის გამოხდა ეს არანორმალურია მგონი ეს ნაციონალური დღეს ვინც დააკავებს. აი გუში რო უსმინე მაგის გამოსვლას 500 წერტილი გვაქვს ჩვენ რომელიც ამოქმედებაო და ვერ გაუძლებსო ქართული ოცნება და ხელისუფლებაო და ერთ-ერთ მაინც გაირღვეო და მოვდივართ ხელისუფლებაში პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდა ახალგაზრდობას და მოსახლეობას დღევანდელ ხელისუფლებას და მე ველოდი რომ აიყვანდნენ და აიყვანეს კიდევაც. ხო ის კაცი რა გვარია მეგრული გვარია ხარა მე მგონი. ხო ასე რომ დაძაბული ვითარება ამას რომ ბედავს მარგინალიზირებული ოპოზიციის წარმომადგენელი რომელსაც თავი შერწყენილი აქვს, რომელსაც მომხრები არ ყავს. მომხრე ყავს აი მცირე ნაწილი 10-15% ხო მაქსიმუმ. ამას რო გიბედავს, ეგ ცუდადაა საქმე, არ არის კარგად საქმე, ხო? ბატონო თემურ. ერთი კი არ ბედავს ამას, რამოდენიმე ბედავს. ბატონო თემურ, აი ამ სტუდიაში, ჩვენ ჩართვებში, შარშან ამ დროს, როდესაც იყო საპარლამენტო არჩევნები, რუსულ არხებზე ვერ ვთვებოდით. და მე ერთ-ერთ არხზე განვაცხადე, რომ საქართველოს თუ გადარჩა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთ მაგ არ მოაწყო სისხლის ზღვრა, ეს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან გამალებული, ასე ვთქვათ, მახვილი თვალით აკვირდებოდა და ნაბიჯი მარცხნივ დამთავრდებოდა სხვანაირად. დღეს გამომდინარე იქიდან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართო. ალბათ აკეთებთ. მე იმედი მაქვს, რომ აკეთებთ. თუ არ აკეთებთ ამ ხიდს რუსეთთან და აი ეს პროვოკაციები, რომელიც ახლა აი საკრებულოს წევრმა გააკეთა და ეს მათ თავშია და ღმერთმა დაიფაროს 500 კი არა 7 წერტილი რო გაშთეს თბილისის გარშემო, ცხელი წერტილი და რაღაც უბედურება მოხდეს, ესენი ხელისუფლებას დაამხობენ, ქვეყანას დაამხობენ. აი ზუსტად მაშინ დადგება, ჩემო ბატონო დავით და ჩემო ბატონო თემურ, ის პერიოდი, რომ რუსეთი ბევრჯერ მიგას, აი ესე დაждდება, ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე შემოგხედავს, აი კომბლებით რო დავერევით ერთმანეთს, აი ველურებივით 25 წელი ერი დარბის რუსთაველზე. ბარბაროზა ველურებივით დავრბივართ, ჯოს და გაუმარჯოს და რაღაც უბედურების ყვირილში. მეუბნებია შენ ზვიადისტები არ გიყვარსო. ზვიადისტები არ მიყვარს, იმიტომ რომ მათ ქვეყანა დაღუპეს. მათი არაადეკვატურობა, ზვიადისტები ეროვნული მოძრაობა, ეს კგბ-ს ერთი ფთის და რომ მარტო ანტიზვიადისტები ვარ და აი მე ანტიზვიადისტები კი არა, ჩემო თემურ, გეხოცებით რა, მოურჩეთ ამ მაიმუნობას რა. ყველა ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისგებლობას ამათ თუ იმ გადაწყვეტილებაზე უნდა აგოს პასუხი. მე შეიძლება ძალიან მიყვარდეს ჩემი ნათესავი, მაგრამ საოპერაციო მაგიდასთან მე მას ოპერაციას ვერ გაუკეთებ. ძირმაგარას ვერ ამოვუკეთ, იმიტომ არ ვიცი. და თუ მივედი ძირმაგარის ამოსაკვეთად, უნდა თავში ჩამარტყან და გავამაგდონ იმ საოპერაციოდან. მე ვერ დამაბროსო მე ჩემი ნათესავი არ მიყვარს, მაგრამ არ ვიცი ესე დაატირებული საქმე. ასევე არ იცოდნენ იმ ეროვნულად შეპყრობილმა ხალხმა. ბევრი მართლა იყო, ბევრმა აღიარა
მე ველოდები 99% ეროვნული მოძრაობის რო აღიარებსო ჩვენ შეგვასწინეს. და მორჩეთ მარაზმს, ერი მარაზმშია. და აქედან თუ არ გამოვედით, ჩვენ დავამთავრებთ, რას თქვენ თქვით? ჩვენ დავამთავრებთ როგორ იცით? მუხლებზე ჟირინოვსკის სიტყვები რატო უნდა გამართლეს? რატო უნდა ჟირინოვსკის სიტყვები ნამდვილად არ უნდა გამართლდეს? ხო და რატო მომისმენ რატო აკეთებ იმას რომ ეს გაამართლებიო? მიდი ბიჭო, როცა გეუბნებიან, ბოდი შამ გამოთქმაზე. როცა სუფრასთან მეძახი უნდა მოვიდე, მერე რომ მომშივდება, უკეთეს შემთხვევაში აი ნარჩენებზე დამპატიჟო, უარეს შემთხვევაში სამზარეულოში გატანილი ნარჩენები მაჭამულ. ეს არის ზმაო პოლიტიკა. და რომელ ევროპასთან მიდიხარ, რომელიც გაქრება მალე, ევროკავშირზე მაქვს ლაპარაკი. რომელ ამერიკასთან მიდიხარ, რომელიც აბსოლუტურად ადეკვატური აღარ არის და ომისკენ მოუწოდებს ევროკავშირს. რომ ეომე რუსეთს და მე შენ მოგყიდიო. კი არ გაჩვიგებ, მოგყიდი იარაღსო. ამათან გინდა შელაპარაკი და დღეს საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და ალიევზე რო ამბობენ რომ დიდი პოლიტიკოსიაო და ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში. ალიევმა რა თქვა? მიმიფურთხებია თქვენი ევროკავშირისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ნატოსთვის. ეს უკვე საკმარისი იქნება, სანამ კონსტიტუციიდან ამოვიღებთ ჩვენ ამ სამარცხვინო დამამცირებელ რამეს. ხო, აი ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ახლა მახსენდება ძალაუნებურად თურქეთის მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამამულო ომის შემდეგ, როდესაც თურქეთის ხელისუფლება ზუსტად ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, არც იქით, არც აქეთ. საქართველოს შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ასეთ მდგომარეობაში, როდესაც აი ეს გეოპოლიტიკური გადანაწილება მიუახლოვდება თავის კულმინაციურ მომენტს. რაც შეეხება აი ამ კონფლიქტურ რეგიონებს, ახლა თუ მართლა რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გასაღები დევს მხოლოდ და მხოლოდ კრემლში, კონკრეტულად კრემლში, სტერეოტიპად ყალიბდება თუნდაც არა ნაცური მენტალობის ახალ თაობაში, რომელიც უფრო პრაგმატულად აზროვნებს და მოქმედ ხელისუფლებასაც უჭერს ხელს, მხარს, რომ იცით, დაველოდოთ, დრო ჩვენზე მუშაობს. პირდაპირ ხელისუფლების პირველი პირების განცხადება არის, რომ ჩვენ ახლა შევინარჩუნოთ ეს ვითარება, რაც სააკაშვილის დროს ეს ავანტიურა იყო 2008 წელს, ახლა ესეთ პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. მაგრამ ეს მშვიდობა აი ამ განსაზღვრებით, როგორც ამას აცხადებენ, შეიძლება იყოს მოკლევადიან პერსპექტივაში ან საშუალოვადიან პერსპექტივაში. არავითარ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში. იმის იმედები, რომელიც უკავშირდება აი ამ დერეფნებს, ჩინეთთან მოძრაობას, ევროპაზე კაბელის გადებას, ეს ყველაფერი კარგია. ორივე ხელი ამიწევია, ნამდვილად კარგია. მაგრამ აქაც რო დადგება კულმინაციური მომენტი, დივერსიები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს იქ სპეციალური დანაყოფია ამისი, ჩვენ გვახსოვს აქ 90-იან წლებში რა ხდებოდა, რო იწვებოდა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელები. თუ რუსეთისთვის საზღვარზე ეგზისტენციალური პრობლემა იქნება, თქვენ ახსენეთ ზანგეზურის კორიდორი, ზანგეზურის დერეფანი. პაშინიანს სომხური სიტყვა არის თრცნუმა, ანუ აჟრიალებს სიტყვა ზანგეზურის კორიდორიდან. ალიევმა ახლაც განაცხადა გაეროში, როდესაც გამოვიდა, რომ ზანგეზურის კორიდორი დერეფანი უნდა შევიდეს, ანუ სიტყვა ზანგეზური სომხებს რო ესმით, ეს ნიშნავს სომხეთის ტერიტორიის დაკარგვას აი ზუსტად ამ მონაკვეთში. ასეც აი ტრამპთან დადებულ შეთანხმებაზე მაქვს ლაპარაკი. პუტინმა რო დაიბარა და ჩავიდა პაშინიანი იქ მოსკოვში, აი ასე იჯდა პუტინი. და ჩვენ ვნახეთ როგორ შეიცვალა უცებ ვითარება. აი ამ ტრამპთან დადებული ეს გარიგება ამ ზანგეზურთან დაკავშირებით, არ ვიცი, ახლა ვერ ვიტყვი ჩაილურის ჩაიდალია, მაგრამ ჯერჯერობით შეხერხებულია სიტუაცია. ზუსტად ამას გულისხმობ მე საქართველოს პერსპექტივებში. მოკლევადიან, საშუალო ვადიანში რაც ხდება გადასარევია. ანაკლიის პორტის და დაწყება დიდი შესაძლებლობები ჩინეთი, აღმოსავლეთ ევროპა, ასე შემდეგ, მაგრამ გეოპოლიტიკურად შეიძლება ისე შეიცვალოს ყველაფერი, რომ ეს ამად არაცლიან დათო, ამდენ მშვიდობიან ნათქვამს არაცლიან, ამად გადაატრიალებენ. ჩემ ვერსიას ახლა ოცნება მოიგებს ამ არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს. თუმცა ტრამპს, როდესაც მოუწევს, თან ჩვენ ხო ვხედავთ პირდაპირ პირველი პირების განცხადებას, ელოდებიან, რომ აი
გულის ფანცქალით ელოდებიან ტრამპიდან წამოსულ დადებით მესიჯებს ხელისუფლებასთან კონტრიბუციის თვალსაზრისით. მაგრამ შიდა ამერიკულ ელექტორატში, როდესაც ტრამპს მოუწევს უკვე წინასაარჩევნო პერიოდი, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო, როდესაც დადგება და იქ ის deep state-ი გადაწყვეტს, რომ აი ამ 5 წლებში, როგორც საბჭოთა დროს რო იყო 5 წლედები, იქ ხომ ელექტორატსაც აჯანჯღარებენ. დღეს საგარეო მიმართულების წარმატებებისთვის გჭირდება ტრამპი, 5 წლის მერე ტრამპი აღარ გჭირდება, ბაიდენისეული გჭირდება ვინმე, ამ დაგვარი. იქ იტყვიან, რომ იცი რა, ბატონო დონალდ, თქვენ დღეს წააგეთ, თელი მედია CNN-დან დაწყებული, CBS-ი დამთავრებული იტყვის, აი ზუსტად ამ ფარვატერში იქნება ქართული ოცნება. დღეს ხვალ ის 4 რიცხვში ის მოიგებს. პირდაპირ გეუბნებით. ოცნება მოიგებს, მაგრამ ზუსტად აი იმ ვადამდე, როდის გადაწყდება შტატებში იქ ბედი. დაახლოებით ასეთია რეალური სურათი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მაჟორული განცხადებები არის საშუალო ან მოკლევადიანი და არა გრძელვადიანი. ჩვენთვის რა უნდა იყოს პრიორიტეტი? თუ ჩვენ პატარა ქვეყანას გვაქვს დიდი ამბიცია და ეს პრევალირებს ეს დიდი ამბიციები. ყველანაირად დაუჭერდი მხარს საქართველოს რო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ხელა და ბერკეტების მქონე, ინდოეთის ბერკეტების მქონე, ჩინეთის ბერკეტების და რუსეთის ბერკეტების. აქ უკვე სხვანაირად ერთად თუ ცალ-ცალკე აღებული. გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ერთად ბატონო მიხეილ, მაგრამ მაყურებელი მიმხვედრი მიხვდება ჩემს ათქოს. ცოტა გავიცინოთ, თორემ მძიმე ამბები გველის. ხო, ნუ ასეთია რეალობა. არჩევნები ტარდება ძალიან მძიმე ფონზე, ეს ფაქტია. მე მახსენდება არჩევნები 95 წელს რო ჩატარდა შევარდნაძემ და თავის თავზე თავდასხმის ორგანიზება რო გააკეთა და სხვებს რო დააბრალა მერე. თავის ყოფილ კი არა იმ მომენტში უშიშროების მინისტრს თანამებრძოლებს და აი ამ ფონზე მოხდა მერე არჩევნები და მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა. თავის თანამებრძოლებს და თავის მინისტრს დააბრალა ეს, რომელიც აქ არ იმყოფებოდა საქართველოში, იყო თურქეთში. და იქიდან გაუკეთებია ესე იგი ეს. და აი ამ ფონზე ჩატარდა ძალიან მძიმე ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები მაშინ. დაახლოებით იგივე სიტუაცია ახლაც. მძიმე ფონია, იმიტომ რომ მძიმე სოციალური ფონია. ქართული ოცნების ერთადერთი შანსი რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა, აი შიგნით რა ხდება, ხო ხედავთ, ერთმანეთს დაერივნენ. და ახლა ნახეს რომ თურმე ამხელა კორუფცია და შეუჭამიათ ქვეყანა რა. ამათ. ესენი იყვნენ ყველანი ხელისუფლებაში. მე ხო არ ყოფილვარ ხელისუფლებაში. ესენი იყვნენ ხელისუფლებაში. ქართული ოცნება. და ეს მდგომარეობა დამშვიდდება, დაწყნარდება, თუ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუ ხალხს მიხედავენ. თუ ესე იგი მოხდება ძირეული ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუ მოხდება შემოსავლების გადანაწილება. აი, ბოდიში არ მინდა სიტყვების თქმა, რომ აი ცხოველებით რომ მიადგნენ, ცხოველებით ამ ბიუჯეტს და ამ ქვეყანას. თქვენია ეს ქვეყანა? ჭამთ, სვამთ, გაძეხით, გასკდით და ხალხი მშიერია მასიურად. იქ ევროპაში რო არის, ჩვენი ქალები ძირითადად რომ მუშაობენ, წელებზე ფეხს იდგამენ და თავიანთ ოჯახებს აქ ახმარენ იმ ფულს. ზოგს კიბე დაემართა, ზოგს უმძიმეს მდგომარეობაში ხალხი. რატო კი პირისპირდებათ ისინი? ზუსტად ამ მდგომარეობის გამო. რომ ერთეულები მდიდრდებით, ერთეულები. იმ ნაცებთან ერთად, რომლებსაც ბიზნესები შეუნარჩუნეთ და ძირითადი მასა მშიერია. მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება. 40-45 ლარით მომავალ წელს იზრდება პენსიები. რა არის 40-45 ლარი ბაზარში ვერ შეხვალ. იმაში სამგორის ბაზარში, ნავთლუღის ბაზარში კარტოფილი ღირს ლარ ნახევარი ახლა. ის რა ქვია, 3.5 ლარი ღირს ყველაზე აი მცირე ფასი არის ხილისა. 4 ლარი ღირს ვაშლი. ვინ იყიდის? ქლიავი ღირს 3.5 ლარი. ხორცს ვერ ყიდულობს ხალხი, მეც ვერ ყიდულობ. ბატონო მთავრობის წევრებო და ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი კაბინეტის ხდომა რო არის, აი ეზოში რომ მანქანები შემოდიან, აი მას გადახედეთ, ან თქვენ თანაშემწეს ან ვინმეს გადაახედიეთ და რა მანქანები დგას ამ ეზოში. ნუ თუ არ შეიძლება რომ 200-300.000-იანი, 200.000-იანი, 180.000-იანი მანქანის გარდა, მაგივრად. 20.000-იანი, 15, მე იმას არ მომბობ, რომ დანგრეული მანქანით უნდა იაროს მინისტრმა და ჩინოვნიკმა. თუმცა 80% ავტოპარკის
სახელმწიფოს ასამსახურება არის გასაუქმებელი. არ არის აუცილებელი მინისტრის მოადგილეებს იმ ხელახელფასები აქვთ, რომ საკუთარი მანქანებით შეუვლიათ სიარული. გადახედეთ კანცელარიის ეზოში მე ხშირად უყურებ რა მანქანები დგას. აი ეს ხალხი მშიერი ადამიანი რომ ამას უყურებს, თუმცა ამ ადამიანებზე ახია. იცით რატომ 99 წელს გამძღარი ერი რო ატყდა. მე ამას ვერ ვაპატიებ ჩემ ახლობებს და ჩემ ათესავებს. ეს მოიტანა ამან. როდესაც კომუნისტების დროს ერთი შავი ვოლგები ყავდათ, ისეთ შავი ვოლგა ყავდა მეჩაიესაც, მეფოლადესაც, ნებისმიერ წარჩინებულ მუშას, კოლმეურნიოს ყავდა 24. არ იყო ესე? 07 მაინც ყავდა სუ მინიმუმი, ხო? თავისი შრომით ნაშრომი. ერთი შავი 24 იყო და შევარნაძეს ერთი გენერალი დაყო, მე გენერალი გახდა გვარი არმი და 78 წელს ერთი კაცი დაყობოდა დაცვად. იმიტომ რომ ქვეყანა იყო დაცული. მოსკვიჩები არავის არ უნდა დაცვა. ნივები იდგა სპორტის სასახლეში, ნივა ზაპოროჟიეცები. ნივები იდგა განვადებით. არავინ არ ყიდულობდა. ყველას 07 06 07 06 03 ეს რიგით კოლმეურნეებზეა საუბარი. ხო და ძმებო და მეგობრებო, მიხედეთ ხალხს და 100,000-იანი და 200,000-იანი მანქანით მინისტრის სიარული გაძვალტყავებულ ქვეყანაში. და თან ხალხს ამოდებული აქვს ძაღლი და მე სამკაულები მიყვარს. გოს მოდით. ყველაფერს აქვს თავის დასასრული. და მე აი ვისაც ახლა იჭერენ, ყველას პრობლემა ექნება ანალოგიური. ხო, ნუ აი მანქანებზე უბრალოდ ჩვენ საეთერო დრო ასეთი უნახაობა რა უბედურება. ინსაიდერულ ინფორმაციას გავაჟღერებ უბრალოდ, რომ ეს მანქანები ნუ გასაგებია რომ მაღალი კლასის მანქანებია, ძვირფასი მანქანებია, თუმცა აქ ხასიათი და მენტალობა იკვეთება კვლავ და აი ამ ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად თურმე იმიტომ ხდება ამ მანქანების შესყიდვა, რომ საგარეო ან სტუმრიანობა როდესაც არის. მინისტრები, ქვეყნის წარმომადგენლები რომ მოდიან, აი ეს ტრიპაჩობის მომენტი იყოს საქართველოში არანაკლები ვართ ვიდრე ისინი. ნამუშევარი მე სტრუქტურებში ყველა სამინისტროს ან თავრობის, იყო ადრე თავრობის ავტოფარეხი, გარაჟი. იქ იყო წარმომადგენლობით მანქანები იდგა, სტუმარი რო ჩამოდიოდა, ის მანქანა უნდა გასულიყო, 2-3 მანქანა იყო, იმითი ხვდებოდნენ სტუმარს, იმითი მოძრაობა არ იყო აუცილებელი. თქვენ გონიათ ახლა სტუმარი რო ჩამოდის, მინისტრი თავისი 200 თუ 300 ქვია ვერორკები ამ ტოიოტებში იმითი ხვდება? არაფერს შეგეშალოთ. იქ მაიბახები ყავთ კიდე გამოყოფილი. უნახაობა, ქაჯობა, ძმებო. როდესაც შენ 5-6 10,000 ლარი ხელფასი გაქვს და ეს იმიტომ კი არა რომ მე ესემი და თემურს ბატონ დავით ეს ცუდად თავდება და ჩვენ ხედავთ კაცმა 30 ბაღი აიღო სარემონტოდ დაანგრია მიანგრია მოანგრია 20 მილიონი ლარი ჯიბეში ჩაიდო თითითის დადებული არ არის დღეს აღმოჩნდა დღეს აღმოაჩინეთ ხალხო რომ 5 წლის წინ აღებული ტენდერი არ შესრულდა და ტენდერები რომ ყოველ დღე იზრდება ფასები და ტენდერს ჩადებული 1 კვადრატული რო 4 ლარად არის შეფასებული ლესვა და რეალურად 12-13 ლარი ღირს და მე ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება გადაფასება ეს ახლა ღმერთი რჯული ბიზნესში არ ყოფილა მაგრამ ხმები მოდის ხო ესე ჩვენი ბრალია თქვენივე გაფუჭებულის გასწორება დაიწყეთ კარგია რომ დაიწყეთ და მიიყვან მაგრამ ისე არ გაასწოროთ რომ ვინც აქამდე მოიყვანა ეს ხელისუფლება შარშანდელი უბედურებიდან გამომდინარე, ვინც გადაარჩინეს ხელისუფლება, იმათმა მომხრეებმა არ ჩათვალა, რომ აქ არ ფასდება ერთგულება. ეს სხვა საქმეა და სხვა დროს ვსაუბრობთ ამაზე. მე ბოდიში ალბათ შემდეგ გადაცემა უკვე გვექნება არჩევნების შემდეგ. მე მინდა მშვიდობა უსურვო ქვეყანას, ძალიან მძიმე არჩევნები გველის, ძალიან ასეთი ადგილობრივი არჩევნები მე პირადად არ მახსოვს. მშვიდობა მინდა უსურვო ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას და მინდა ყველას ვთხოვო. ერთმანეთს გაუწიოთ ანგარიში. ამდენი თხრეფა უნდა დასრულდეს. ადამიანი კანონი თუ არა ღმერთი დაჟის. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია.